Так. დავუშვათ, ვისწავლოთ ახლა უარყოფის ტრავმა. ვისწავლოთ. ეს მაინტერესებს. მე მოგდა. უარყოფის ტრავმა ფსიქოლოგიაში. სიღრმისეული აკადემიური ლექცია, ეტიოლოგია, ნეირობიოლოგია, კლინიკური გამოვლენებები და თერაპიული სტრატეგიები. ანუ უარყოფის ტრავმა, rejection trauma, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ და დამანგრეველ ფსიქოლოგიურ ფენომენს, რომელიც ადამიანის პიროვნების სტრუქტურას ადრეულ ასაკშივე აყალიბებს. ეს არის ღრმა, ქრონიკული ემოციური მდგომარეობა, რომელიც წარმოიშვა მაშინ, როდესაც ინდივიდის ბაზისური მოთხოვნილება იყოს მიღებული, აღიარებული და დაცული მნიშვნელოვანი სოციალური გარემოცვის მიერ, რჩება უგულებელყოფილი ან აგრესიულად უარყოფილი. ანუ მიღების მაგივრად უგულებელყოფილი ან აგრესიულად უარყოფილი. რაც არასასიამოვნო იქნება. ფსიქოანალიტიკურ თეორიაში უარყოფა არ განიხილება უბრალოდ როგორც ერთჯერადი ნეგატიური გამოცდილება. იგი გააზრებულია როგორც სუბიექტის ეგოს და ობიექტთა ურთიერთობის სისტემური დეფორმაცია. ანუ მრავალჯერადია, ასე ვთქვათ, ესეთი ქცევა, ხო? როდესაც ბავშვი განიცდის უარყოფის პირველადი მიჯაჭვულობის ფიგურისგან, ანუ ჩვეულებრივ დედისგან, მაგრამ შეიძლება მამისგანაც იყოს, ეს გამოცდილება ინტერნალიზდება შიგნით და ხდება მისი თვითაქმის ხერხემალი. ინდივიდი იწყებს საკუთარი თავის აღქმარს, როგორც დეფექტურის, სიყვარულისთვის უღირსის და ზედმეტი. ანუ მე არ ვარ საკმარისი, გზნობა ესეთი ჩნდება შიგნით. იგეთი. უარყოფის ტრავმა არ არის მხოლოდ ის, რაც დაგვემართა გარე სამყაროში. ეს არის ის, რაც მოხდა ჩვენ შიგნით, როდესაც დავიჯერეთ, რომ უარყოფის მიზეზი ჩვენი არსებობის ბუნებრივი მანკიერება იყო. არ იყო. წინამდებარე ლექციაში ჩვენ დეტალ დამიხილავთ ამ ტრავმის მეცნიერულ საფუძვლებს, დაწყებული ნეირობიოლოგიური კვლევებიდან დამთავრებული კლინიკური თერაპიის მეთოდოლოგიით და სქემატური მოდელირებით, რაც დაგვეხმარება ფენომენის სრულფასოვან არქიტექტონიკულ გააზრებაში. უარყოფის ტრავმის ნეირობიოლოგიური საფუძვლები. თანამედროვე ნეირომეცნიერებმა რევოლუცია მოახდინა ფსიქოლოგიური ტრავმის გაგებაში. ფუნქციური მაგნიტურ MRT რეზონანსული ტომოგრაფიის მეშვეობით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სოციალური უარყოფა და ფიზიკური ტკივილი ტვინში იდენტურ ნეირონულ ქსელებს აქტიურებს. როდესაც ადამიანი განიცდის გარიყვანს ან უარყოფას, აქტიურდება წინა სარტყლისებრი ქერქი ტვინში და ინსულა. ეს ზონები პასუხისმგებელია ფიზიკური ტკივილის ემოციურ კომპონენტზე. ეს ნიშნავს, რომ ფრაზა გული მტკივა უარყოფისგან არ არის მხოლოდ მეტაფორა. ორგანიზმის სოციალური იზოლაციას აღიქვამს როგორც პირდაპირ საფრთხეს გადარჩენისთვის. ევოლუციური თვალსაზრისით, თომიდან გარიყვა, პლანიდან გარიყვა, სამეგობროდან გარიყვა ძველ ადამიანისთვის სიკვდილს ნიშნავდა. ამიტომ ნერვული სისტემა განგაშის უმაღლეს დონეს თავს. ანუ დიდად საგანგაშო შეიძლება არ იყოს, მაგრამ თავს. ურით. ჰიპოთალამუს ჰიპოფიზ დირქმელზე და ჯირკვლის ღერძის დისფუნქცია. ქრონიკული უარყოფის პირობებში მცხოვრებ ბავშვებმა HPI-ს ღერძი მუდმივად ჰიპერაქტიურ მდგომარეობაშია, ეს იწვევს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის მუდმივ მატებას, დროთა განმავლობაში სისტემა განიცდის
გამოფიტვას ბიურნაუტ, რაც იწვევს რეცეპტორების მგრძნობელობის დაქვეითებას და იმუნური სისტემის დასუსტებას. ნეიროპლასტიურობის კონტექსტში მაღალი კორტიზოლი აზიანებს ჰიპოკამპს, ანუ მეხსიერებისა და ემოციების რეგულაციის ცენტრს და აფერხებს პრეფრონტალური კერკის განვითარებას, რაც ართულებს ემოციების გარაციონულ მართვას ზრდასრულ ასაკში. პრეფრონტალური კერკი ეს არის მეც ახლა რო ვარდი, ქვია ან ჩვენი რაციონალური ნაწილია რა, ასე. ლიმბიკური სისტემა თუ არის ემოციები და ცხოველური ნაწილი. პრეფრონტალური კერკი. თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მნიშვნელოვანი უბანი, რომელიც შუბლის წილის წინა ნაწილში მდებარეობს. აჰა. ეს არის პრეფრონტალური კერკი. მეცნიერებულ თვალსაზრისით მას ხშირად ტვინის აღმსარებელ დირექტორს უწოდებენ, რადგან ის პასუხისმგებელია უმაღლეს კოგნიტიურ ფუნქციებზე, ანუ გადაწყვეტილების მიღება და დაგება, იმპულსების კონტროლი, ემოციების რეგულაცია, მუშა მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია, ეს არის ყველაფერი პრეფრონტალური კერკი. ონტოგენეზი და მიჯაჭვულობის თეორია. ჯონ ბოულბისა და მერი ეინსვორთის მიჯაჭვულობის თეორიის მიხედვით, უარყოფის ტრავმა პირდაპირ კავშირშია აშფოთებულ გამრიყავ, ანუ შფოთვით განრიდებად, ან დეზორგანიზებულ მიჯაჭვულობის სტილთან. როდესაც მშობელი სისტემატურად უარყოფს ბავშვის ემოციურ სიგნალებს, ნუ ტირი, ან მცალია შენთვის. გადი ჩემი ოთახიდან. ბავშვი სწავლობს, რომ საკუთარი მოთხოვნილებების გამოხატვა სახიფათოა, რადგან ამას მოყვება უმთავრესი ობიექტის დაკარგვა. ჰაინც კოხუთის სელფ-ფსიქოლოგის მიხედვით, ბავშვს სჭირდება ორი ძირითადი ფუნქციის შესრულება მშობლის მხრიდან. სარკისებრი ასახვა, მე შენ ხედავ რა ემოციები გაქვს, იბრუნებ რომ ხედავ, ვიღებ და იდეალიზაცია. როდესაც სარკისებრი ასახვა აკლია, ანუ როდესაც მშობელი ვერ ხედავს და ვერ აღიარებს ბავშვის უნიკალურობას და მის ღირებულებას, ბავშვის ფსიქიკაში ყალიბდება ეგრეთ წოდებული სტრუქტურული დეფიციტი, ის იძულებულია შექმნას სრულ მე. არანამდვილი მე. რათა როგორმე მოერგოს არამიმღებულ გარემოს და გადარჩეს ფსიქოლოგიურად. ნუ ადაპტაცია. ადაპტაცია, სტრატეგიული ადაპტაცია ოჯახში, ასე ვთქვათ. მიჯაჭვულობის დინამიკა უარყოფის ტრავმის დროს, ესე იგი, მშობლის ქცევა, სტიმული, ემოციური სიცივე, იგნორირება, ბავშვის რეაქცია, ადაპტაცია, ემოციების ჩაქჩობა, ჰიპერავტონომია და ზრდასრული ეგეთი ბავშვი რომ გეიზრდება როგორ იქნება? განრიდებადი მიჯაჭვულობის ტიპი, ინტიმურობის შიში. გრძნობებზე არ ლაპარაკობს, ემოციებზე არ ლაპარაკობს, ძნელია ამასთან ესეთი კავშირის დამყარება. მერე. ესე იგი, არაპროგნოზირებადი უარყოფა, მშობლის ქცევა. ეს არის არაპროგნოზირებადი უარყოფა. ანუ მუდმივი შფოთვა, კონტროლის მცდელობა, ანუ ხან იღებს, ხან არ იღებს. მუდმივი შფოთვა, კონტროლის მცდელობა, ანუ სულ ფიქრი იმას საკმარისი ვარ, ნამდვილად უყურარ და შეშფოთებული მიჯაჭვულობა ყალიბდება და მიტოვების პანიკა. ზრდასრულ ასაკში უარყოფის ტრავმა ვლინდება მრავალფეროვანი კლინიკური სიმპტომ კომპლექსით, რომელიც ხშირად ნიღბავს სხვა ფსიქიკურ აშლილობებს, მაგალითად სასაზღვრო პიროვნულ აშლილობას ან გენერალიზებულ შფოთვას. ძირითადი კლინიკური მარკერები: RSD, Rejection Sensitivity Dysphoria. ნუ, хорошо. ეს არის უკიდურესი ემოციური მგრძნობელობა და ტკივილი, რომელსაც ინდივიდი განიცდის რეალური ან აღქმული უარყოფის, კრიტიკისა და მარცხის დროს. RSD იწვევს ყისიერ ემოციურ კრახს, ქრონიკული სიცხვილის განცდა, რომ მე ძირეულად ცუდი ვარ, დანაშაულის გრძნობისგან განსხვავებით, მე შეცდომა დაუშვი. სიცხვილი მიმართულია მთლიანად იდენტობაზე, ვინ ვარ მე თავად ვარ შეცდომა. ხალხის სიამოვნების პატერნი, საკუთარი საზღვრების სრული დაუქმება სხვების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, მე ხომ კარგი ვარ. რათა თავიდან იქნა საცილებული უარყოფის უმცირესი რისკიც კი. და კონტრდამოკიდებულება. ილუზორული ჰიპერდამოუკიდებლობა, მე ძალიან ავტონომიური ვარ. მე არავინ მჭირდება, მე თვითონ ყველაფერს გავაკეთებ. კონტრდამოკიდებულობა. ეს არის თავდაცვითი მექანიზმი ინტიმურობის წინააღმდეგ.
ტრავმირებული სუბიექტი მიმართავს ორ ძირითად ქცევის სტრატეგიას. აგრესიულ თავდასხმას, სანამ უარყოფენ თავად უარყოფს და ეგრე არ ჩერდება, იმიტომ რომ ვიღაცა ხომ უნდა შეცვალოს ციკლი. ან სოციალურ გაქცევას, იზოლაციას, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო აძლიერებს მის მარტოობას და ადასტურებს მის ნეგატიურ რწმენას საკუთარ თავზე. სცენარი უნდა გატყდეს. შიდა ფსიქიკური კონფლიქტები და პროექციული მექანიზმები. ფსიქოანალიტიკური თვალსაზრისით უარყოფის ტრავმა იწვევს ეგოს გახლეჩას. ინდივიდის ფსიქიკაში ყალიბდება ორი ძირითადი სუბსტრუქტურა, შინიდან უარყოფილი ბავშვი და შინაგანი კრიტიკოსი, ანუ კაცრის სუპერეგო, რომელიც აკონტროლებს აქციებს. შინაგანი კრიტიკოსი, სუპერეგოს ვაფშე როგორც მე ვიცი, აყალიბებს მამა. შინაგანი კრიტიკოსი ახდენს რეალური მშობლის ნეგატიური ქცევის ინტროექციას, ანუ შინის შეტანას და აგრძელებს სუბიექტის თვითგმება შინიდან. ამ დროს მუშაობს შემდეგ ფსიქიკური თავდასხმის მექანიზმები. პროექციული იდენტიფიკაცია. ანუ და მე ჩემი სიტყვებით რო ახსნა, პროექციული იდენტიფიკაცია მე ვიქცევ ისე შენ რომ მოიქცე ისე. მოვდივარ შენ და გეუბნები, რაღაც გაღიზიანებული ხარ. პროექციული იდენტიფიკაცია ჩემი მხრიდან შემხარეს და შემართლა ხდები გაღიზიანებული. ეს არის რთული არაცნობიერი პროცესი, როდესაც უარყოფის ტრავმის მქონე პირი პარტნიორთან ურთიერთობაში იქცევა ისე თვითონ ისე იქცევა. ანუ ხდება პროვოკაციული ეჭვიანი მომთხოვნი, რომ ადრე თუ გვიან პარტნიორი მართლაც კარგავს მოთმინებას და უარყოფს მას. იმიტომ რომ ეს იყო ნაცნობი, ამით ინდივიდი არაცნობიერად ახდენს თავისი შინაგანი სცენარის რეალიზებას. ბომბი, ყველა მიმატოებს და უარყოფს. ინტელექტუალიზაცია და რაციონალიზაცია. ემოციური ტკივილისგან თავის დასაცავად, პაციენტები ხშირად ცდილობენ ურთიერთობების სრულ ლოგიზაციას. გამოთვლას. ისინი ზედმეტად აანალიზებენ ყოველ სიტყვას, ბზერას, შეტყობინების დაგვიანებას, რაც ქმნის მუდმივ მენტალურ გადაღლავს და ხელს უშლის ნამდვილ სპონტანურ ემოციურ კონტაქტს. მომენტში ყოფნა, ადამიანთან ყოფნა კონექტში. დიფერენციული დიაგნოსტიკა კლინიკურ პრაქტიკაში. კლინიცისტვის უაღრესად მნიშვნელოვანია უარყოფის ტრავმის გამიჩნდა სხვა მსგავსი ნოზოლოგიებისგან. ხშირად ხდება შეცდომა, როდესაც RSD ან უარყოფის ქრონიკულ შიშს მიაწერენ მხოლოდ ბიპოლარულ აფექტურ აშლილობას ან სოციალურ ფობიას. ესე იგი, კრიტერიუმი, ტრიგერი, აფექტის ხანგრძლივობა, იდენტობის სტაბილურობა. უარყოფის ტრავმა, ეს არის RSD. სპეციფიკური რეალური ან აქმული უარყოფა, აფექტის ხანგრძლივობა მწვავე, მაგრამ ხანმოკლე საათები, იდენტობის სტაბილურობა, სტაბილურად დაბალი ნეგატიური თვითშეფასება თავის თავზე. სასაზღვრო პიროვნული აშლილობა, სერიოზული რაღაცა, ნებისმიერი სახის მიტოვება რეალური ან ფანტაზირებული, ეს არის ტრიგერი, აფექტის ხანგრძლივი, ქაოტური, დესტრუქციული დღეები, ან სასაზღვრო პიროვნული აშლილობას ეს დღეებიც აქვს და პერიოდები რო იქცევა ეს ქაოტურად და იდენტობის დიფუსია, იდენტობის არარსებობა და შინ არ არსებობს ერთი იდენტობა, რომელიც არის, რომ ეს მე ვარ. და სოციალური შფოთვითი აშლილობა. სოციალური ფერმომენტის შეფასების შიში, ტრიგერი, აფექტის ხანგრძლივობა, მუდმივი შფოთვა სიტუაციაში, მაგრამ იდენტობის სტაბილურობა, ადეკვატური იდენტობა, მაგრამ შფოთვითი ფონი. იცის ვინ არის თქვა, როგორი არის იდენტობა ჩამოყალიბებულია, შინის სტრუქტურა არსებობს, მაგრამ შფოთვითი ფონი აქვს. უბრალოდ სიტუაციაში შფოთს. როგორც ხელიდან ჩანს, უარყოფის ტრავმა ხასიათდება უფრო მეტად სტრუქტურირებული ნეგატიური თვითკონცეფციით, თავის თავზე ნეგატიურად გამოწყობილი როცა არის ადამიანი, მაშინ როდესაც სასაზღვრო აშლილობის დროს ადგილი აქვს იდენტობის სრულ დიფუზიას და დესტრუქციულ იმპულსურობას. თერაპიული ინტერვენციები. უარყოფის ტრავმის კურნალობა მოითხოვს კომპლექსურ მულტიმოდალურ მიდგომას. ვინაიდან ტრავმა ჩაწერილია როგორც კოგნიტიური, ისე სომატურ სხეულობრივ დონეზე, კოგნიტიური ტვინში პატერნი, სომატური სხეული. სხეულს ახსოვს ტრავმა. ლევინი. დონეზე. ხოლო კოგნიტიური ბიჰევიორული თერაპია შეიძლება არასაკმარისი, ხო, კოგნიტიური ბიჰევიორული თერაპია, ანუ KPT მუშაობს. ტვინთან კოგნიტიური აზრების შეცვლასთან, ხო, თავისთავად აზრები რო იცლება, მე სხეულშიც იცლება რაღაცა, მაგრამ თვითონ სომატური ტრავმა ცხოვრობს სხეულში.
ენერგია ჩაბეჭდილია და გამოსაშვებია. საჭიროა სიღრმისეული ინტერვენციები. ესე იგი სქემათერაპია, ჯეფრი იანგის სქემათერაპია იდეალურად ერგება უარყოფის ტრავმას. აქ მუშაობა მიმდინარეობს ძირითადი დეზადაპტაციური სქემების გარშემო, როგორიცაა მიტოვება, არასტაბილურობა, დეფექტურობა, სიცხვილი და სოციალური იზოლაცია. თერაპიის პროცესში გამოიყენება შეზღუდული ხელახალი მშობლობა. სადაც თერაპევტი ხდება უსაფრთხო ობიექტი, რომელიც ავსებს პაციენტის ბავშვობის დროიდან ემოციური დეფიციტს, აწესებს ჯანსაღ საზღვრებს და ახდენს მისი პიროვნების ვალიდაციას. კარგია. EMDR თვალის მოძრაობით დესენსიბილიზაცია და ხელახალი გადამუშავება გამოიყენება ბავშვობის დროინდელი კონკრეტული მწვავე ეპიზოდების, მაგალითად, როდესაც მშობელმა ბავშვი სახლიდან გააგდონა საჯაროდ შერწყმად ნეირონული განმუხტვისთვის, ეს ხელს უწყობს ტვინის წინა სარტყელისებელ კერქში ჩაჭედილი ემოციური მუხტის რეორგანიზაციას. თვითკომპასია და რეინტეგრაცია. ორყოფის ტრავმისგან განკურნების ფინალური სტადია უკავშირდება კრისტინ ნეფის თვითკომპასიის self-compassion კონცეფციას. პაციენტმა უნდა ისწავლოს კაცრი შინაგანი კრიტიკოსის ჩანაცვლება მზრუნველი, მიმღელი ხმით. ეს არ არის მხოლოდ ინტელექტუალური აქტი, ეს არის ყოველდღიური პრაქტიკა, რომელიც ცვლის ტვინის ნეიროქიმიას, ამცირებს კორტიზოლს და ზრდის ოქსიტოცინსა და დოპამინის დონეს. ადამიანი თვითონ უნდა გახდეს თავის მშობელი, მზრუნველი და მიმღები, ისეთი როგორც უნდა რომ იყოს. ჯანსაღი საზღვრების ფორმირება, განკურნების მნიშვნელოვანი ინდიკატორია პაციენტის უნარი თქვას არა და გაუძლოს იმ შფოთვას, რომელიც მოყვება სხვების შესაძლო უკმაყოფილებას. იქიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა ჩვენ ზრდასრულები უკვე ვართ, ჩვენი უარყოფა ვინმეს არ შეუძლია ჩვენს გარდა, ჩვენ როგორ მივიღებთ სიტუაციას, როგორ ვიფიქრებთ სიტუაციაზე, როგორ ვიქნებით და რა პროექტიულ იდენტიფიკაციას მოვახდენთ ჩვენ ზოგადად ადამიანებთან კონტაქტში. როდესაც ინდივიდი აცნობიერებს, რომ სხვის უარყოფა ახასიათებს თავად მომხდარს ან თავად იმ პიროვნებას და არა მის საკუთარ ღირებულებას, ტრავმა კარგავს ძალაუფლებას. თერაპიის წარმატება იზომება არა უარყოფის შიშის სრული გაქრობით, არამედ იმით, თუ რამდენად სწრაფად ახერხებს პაციენტი ემოციურ რეგულაციას ტრიგერების გააქტიურების შემდეგ. ეს იყო უარყოფის ტრავმა.